დილა მშვიდობით. კაი ამინდია. როგორც ზამთარ შეეფერება. კარგი. ესე იგი. 10 საათი დაიწყო უკვე. წასვლის დროც ნელ-ნელა ახლოვდება. ეხლა ყავას ვსვავდი. და სანამ წავალ მეთქი მინდოდა ვიდეო გამეკეთებინა. ესე იგი იმდენი ვიცინე, გეფიცებით, იმდენი ვიცინე, რომ აი აღარ შემეძლო ვიდეოს კეთებისა. მიზეზი არის გუშინდელი დღე. ეს არ ვიკეთო, არ მინდა. მინდა რა ვიცი, აქ დავდოთ და თუ გვინდა გავიკეთებ. ესეც ჩანთა. მოკლედ ამებს აქ დავკიდებ, რაც უნდა ეხა გავიკეთო. ესე იგი მე ვიცინე გუშინ. ნუ ჯერ დილას და დილას იმიტომ ვიცინე, რომ გუშინ ვიცინე, ღამე. ეხლა თან ცოტას მივალაგებ და თან მოგიყვებით, სანამ წავალ და რა გავაკეთე. მე რა გავაკეთე? მოკლედ. დღეს არის ნინოს დაბადების დღე, ჩემი უფროსის. მეცინება ხოლმე თან მაგ სიტყვას რომ ამბობ უფროსის მეტი. აუ რეზინი უნდა გავიკეთო ისეთ გუში მესი ამოვნა გადაწეულით, მაგრამ რამდენი ხანია ამ პლასმასით მოძრავობ ხოლმე და გადავიწევთ მას. ასე. ესე იგი გუშინ და დღეს არის ნინოს დაბადების დღე. ხო და თავიდან სავარცხელს მოვიტან. რამდენიმე კვირის წინ ერთი კვირის წინ არა, რამდენიმე არა, ერთი კვირის წინ იდეა დაიბადა ესეთი, მაიამ თქვა, რომ მოკლედ ერთი კვირის წინ იდეა დაიბადა ესეთი, მაიამ თქვა, რომ მოდიო ღამეო, 17-ში ღამეო, 12 საათისთვისო მიულოცოთ. ხო და ამას რომ გეგმავდით და რაღაცებს რო ვიძახდით, მაშინვე ხო ვიცინეთ. შენაო დათვიჩაიცვიო. და ისეო რაღაცა და მოკლედ ამ ყველაფერს ხო უყვებოდით და რა წარმოვიდგინეთ, ჯერ მაშინვე ვიცინოდით, მაგრად და ახლა მე ხო გაგვახსენდა, ანუ ამ ყველაფერს ყვებით კამერებში. კამერები ხო დგა იქ სამსახურში დგა კამერების ოთახებში. მე იმაზე ვიცინეთ, მაიმეო, ეხა ეს თუ შეთხოვით ნახა და გაისაქრავ. იცის ხოლმე, რომ რაღაცას ან ვიცინი ვართ ხოლმე, ან რავი, რაღაცებს ვაშავებთ ხოლმე და იმ მომენტში, რომ ჩვენთან არ არის, მე იმას უყურებს ხოლმე და ის იქიდან იხევა ხოლმე სიცილით. ხო და მე ვთქვით, რომ ეს ცოტა წყნარად ვიყოთ, რომ კამერებში არ დაფიქსირდეს ჩვენი იდეა. ხო და დღეს არის დაბადების დღე. ოღონდ იცი როგორ დაბადების დღეა დღეს? ტყუილი დაბადების დღე. დაბადების დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება აღნიშნავს 53 წელია, მაგრამ თურმე ტყუილი დაბადების დღე. იმიტომ რომ ნინოც ერთ-ერთი ესე ცხენის კუდივით ამ მქონდა ეს იყოს კაი. ნინოც ერთ-ერთი მოპარული ბავშვია. იცით ალბათ მუსერიძის ამბავი, ხო იცით? თამინას გვერდით ნაპოვნი ბავშვი. რომელიც იპოვა თავის მარძალმა. თიკო სალამი. ხო და ისი აქ 8 მარტს. სინამდვილეში თურმე ჰქონია 8 მარტს და მთელი ცხოვრება აღნიშნავდა იმას. დღევანდელ დღეს. ხო და მოკლედ ეს დღევანდელი დღე ჩვენ ვიცოდით რომ 17-ში თავის ძმა, ანუ გუშინ თავის ძმას ჰქონდა დაბადების დღე, ნაპოვნ და ძმას.
ორი და 1 ძმა იპოვა. 4 არიან სინამდვილეში და მთელი ცხოვრება ეგონა რომ დედის ერთა იყო. ხო და ერთი სიტყვით 17-ში აქ დაბადების დღე თავის ძმას. ანუ გუშინდელ დღეს და ეხლა ჩვენ გვაინტერესებდა რომ ვაიმე თუ იქ მიდის, ანუ თავის ძმასთან თუ მიდის, ჩვენ სიურპრიზი აღარ გამოგვივა რომ ანუ რო წავა იქ. ჩვენ რანაირად რა გამოგვივა სიურპრიზი, ხო? ვერ მივადგებოდით და ვერ დავადგებოდით. ეს არ მომწონს. ამიტომ მე ცალკე მაიამ ცალკე სუაფერისტულად გამოვკითხეთ წასვლის სიტუაცია, ანუ მიდის თუ არ მიდის. ხო და გუში ხო ბარბარება იყო და ენა რაოდენობის ლობიანი გააკეთეს და გაყიდეს. საათი არ გამეპაროს თან, 5 წუთი. 9 საათში 5 წუთიანს გავუყვები. ხო და ძალიან დაღლილები ვართ და დავიღალენთო და არსად წასვლას არ ვაპირებო. მოკლედ სანამ დათუნა მოვაო თავის ბიჭზე სამსახურიდან დაველოდებიო და მე დავწვევ დავიძინებ. ნუ ეგ გვაწყობდა. ამიტომ ტორტი უნდა გაგვეკეთებინა. ხო და რადგან იყო იდეაში ის რომ წასულიყო თავის ძმას, თან წინა დღეებში მასე მითხრა გუშინდილით უბრალოდ აპირებდა აღარ გავაკეთეთ ტორტი, ხა თუ წავიდო ტორტი რაღაც გვინდოდა და ნუ მოკლედ სახში ვარ გუშინ. იმას შვები რა ქვია, ველოდები რომ საერცხის მანქანა გამოირთას, ანუ ბოლო ის გამოირთას და უნდა დავწვე და დავიძინო, სადღაც 10-ია რა. ანუ წვები უკვე. იმიტომ რომ ვიცი რომ დაახლოებით მიდის თავის ძმასთან, ნინო და აღარ გამოგვდის სიურპრიზი. მირეკავს მაია. გოგო, ესეო, აღარ მიდისო, ძალიანო დაიღალაო, დავიღალენთო და აღარ მიდისო. აღარ მიდისო და მოკლედ 11-ზე გამოვალ ნორიუდან გადმოვიდა. ხო და გადამწამოვალო და სადღაც 12-ის წუთებზეო შენთან ვიქნებიო და როგორ გიცნო რა გეცმევო. ხო და გადმომიარა. ნიმან მაიამ ახლა ზუსტად ხო არ იცის სახლი და ქვემოდანვე მოდის სიგნალებით რომ გავხედო. გააღვიძა მთელი სამეზობლო გააღვიძა ჩემი. იონე სკოლაში რომელ საათზე უნდა წახვიდე? რაღაცა აქ დასაწერიო მამამ დარეკა ცოტა ადრე ჩამოვიდესო. ხო და მან სათვალეს დავდებ მაგიდაზე დარჩა და სათვალეც უნდა წავუყოლო. გავედი. გავიტანე ეს ჩემი დათვი. ჯერ ხო მაგაზე ვიცინეთ, ეხლა რომ სად უნდა ჩავიცვა დათვი. ან დათვისად ჩავიცვა. ჩაუარეთ სულ ყველას, მოკლედ მე ამას გიყვებით თეორიულად და პრაქტიკაში განახებთ ამ ვიდეოს მერე, იმიტომ გადავიღე ყველაფერი რა თქმა უნდა. სულ ყველაფერი გადაღებულია. მერე სანამ ისინი ყვავილებს კრავდნენ, არ არის მუქი, მაგრამ რატომ იჩანს რომ უკათ არის. მე ჩავიცვი დათვი, შუა ქუჩაში ვიცმევდი დათვს. ხათუნა რომ გამოვიდა, უნდა ჩამჯერიყო და კარები გახო, ფეხი გავყავი. აი მე აი ეგეთ რაღაცას რო აკეთებ, ხო, წარმოდგენა გაქვთ გზაში რა ხდება. ვიყავით ყველანი არ ვიყავით ორი გვეკლდნენ. ხო და სიცილ ხარხარით ასე ჯერ დაურეკეთ დედამთილს რომ ძაღლი ვიყავდა. ეხლა ვიფიქრე კაცო გადავიდე და ამ ძაღლმა ეს ძაღლი მეცეს. რა დროს ძაღლის კმენის დრო იყო, ამიტომ დათვს რო დაინახავდნენ, შესალოცები დახდებოდნენ ეს ძაღლი. ხო, დრო გავდიოდი და ლაშამ დამინახა რომ ამ ფორმით გავდიოდი, ანუ დათვით წავიღე. ხო და
დაურეკეთ ნინოს დედამთილს. სხვა გზა არ აქვს, დაღლისგან ვიღაცას უნდა დავეცავით, თუ როგორ ვთქვა და გამოგხედა ნანული დეიდამ ისე რომ ავედით და ავიპარენით ზემოთ პლუშატკაზე ისე რომ ძაღლებმა ხმა არ მოიღეს. ერთმა ძაღლმა კი დაიყეფა შაგვაშფოთა, მაგრამ არა უშავრა, შაგვაშფოთა. იქამდე ჩავიდე და იქ ხო ქუდს ვიფარებ მაინც. ეს მინდა რომ ესე დავიხვიო. შეიძლება რომ რამით დავიმაგრო. შპილკები აღარა მაქვს. რაც იყო ნინოს ცეკვაზე წავიღე და ვეღარც მოვიტანე. პრინციპში ასე რომ დავიმაგრო. ეს დიებია. კაი იყოს. მაინც კაპიშონი და წამოვიფარო. გამოვიდა ნინო საერთოდ არ ელოდებოდა და გვინახა. დაგვინახა მე ცოტა ცერად ვიდექი, მე რა დათვი. ესენი რომ დაინახა ხო სიცით, მოდა რომ მოტრიალა და დათვი დაინახა, არ ვიცი, მე ეს დათვის გახდის სიტუაცია. ტანსაცმელი დავტოვე მანქანაში. მაიას მანქანაში და ჩავიცვი, ეს დათვი რომ ჩავიცვი, ტანსაცმელი ხوار წავიდა და ტანსაცმელი მანქანაში დავტოვეთ და წამოვედით. ხო და ეხა იქ ხوار ვიჯდებოდი ამ დათვით რომ მიველთ, მიულოცეთ და ვიცინდეთ და სურათები გადავიღეთ, მე გავიხადე და არავინ გამეგზავნდა რომ ისე ტანსაცმელი ამოეტანა, მე ჩაიციო და ამიტომ იძულებული ვიყავი ნინოს შვილის გიოს ხალათით ვიყავი იუბილეზე. ჯერ მაგაზე ხო ვიცით, ხალათით არსად არ ყოფილი. ან თქვენ ხო პრობლემა აქვს ხო ზოგს არა, რომ ხალათით ვიყავი დაბადების დღეზე, ფუმფულა კაი ხალათით. აი მე სადღაც პირველი ორი იყო დაწყებული, რომ წამოვედით. ნინოს ძალიან უნდა და ეხა ხინტალს რაღაცა მოუხარშაო ისა და არ გავაკეთებინეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მარტო ბისულები, ის ნამცხვარიც, ხო ნამცხვარი მივიტანეთ საკუთარი გამომისა რა, იმიდა საკონდიტრო და რა ავიღეთ ნამცხვარი, ძალიან იაფად გამოვეთ, იმიტომ რომ არ ვიხდით მაგ ფულს. ნამცხვარი ეხა ისიც იყოს რომ ვიქურდეთ. გადაახვიოს კამერები და ნახოს რომ ხო შევედით, იქ შევედით და იქიდან მოვიპარეთ. არ ვფიქრობთ, ვაი, ეხა თუ დაინახა კამერაში, სრულიად ჩაგოშლებოდა სულ ყველაფერი და ამიტომ ეს რომ ესე დავდო და მე თან იმას ავალაგებ, ხო შეიძლება. ასე. ვიცა, აი ეს დავდო. ამიტომ ადრეც წამოვედი, რომ მეთქი მაგრად მეძინებოდა გუში. საკმაოდაც სამივალე და თარო ვიცოდი რომ დღეს უმუშაობ, მინდოდა რომ კარგად ამეძინა. გამომეძინა. წამოვედით. ტანსაცმელი ნინოს უთხარი გამომყევი მეთქი ახლა. რომ ტანსაცმელი ჩავიცვა და ხალათი დაგებრუნო. ისე შუა ქუჩაში ჩავიცვი იმასთან. ის რო ეხდება უკან რა ქვია მაგას მანქანა. აი, გარეთ ჩავიცვი ახდილ სიტუაციაში. კარგად ვიხარ, კი არ ვიცინეთ ხალხნვაი. ესენი მткиოდა. ყველაფერი მткиოდა, მართლა მეგონა რომ ცუდად გავხდებოდი სიცილისგან, აი. მართლა მეგონა. დაბლა რომ ჩავალთ. მე იმას ვიზამ, ბარეკათებს გამოუშვებ და ისე გავა. ამიტომ მაგისთვის არ ჩავალ დაბლა. ეს ძალიან ადვილი არის რაღაცა. აი, ჯერ ხო მაგრად მეზარებოდა, მაგრამ იმდენად კაიფქენით რომ არ დავიზარე და წავედი. იმიტომ რომ მართლა მეზარებოდა. ეგეთი რაღაცა სიტუაციაში რო იქნებით ხოლმე, ხალხნო აუცილებლად წადით. იმიტომ რომ დასვენებას მაინც მოასწრებთ და აი იმ დროს უკან ვერ დაიბრუნებთ და თუ შეგიძლიათ რომ რაღაცა მომენტი სახალისოდ აქციოთ, დაუვიწყრად აქციოთ, კაი მოსაგონად აქციოთ, არ გაუშვათ ხოლმე ეგ შანსი.
არაფრის გამო, იმის გამო რომ ვიზარებად არ გაუშვათ შანსი. ხო და ძალიან ადვილია, როდესაც იდეას განახორციელებ იმის მიუხედავად, რომ ჩემზე დაღლილი თვითონ მაია იყო, იმიტომ რომ გუშინ იმუშავეს, რა გიჟები ლობიანს ვერ ასწრებდნენ გამოცხობას. ის პარალელურად ტორტებიდან ამცხრები. ეს გავთიშოთ. ეს ამინდა. ესე. სანამ წავალ მინდა რომ ერთსასრუტი შემოვიქროლო, გუშინ ბარბარემ კი შემოიქროლა, მაგრამ მაინც ერთ პირს მოусმევ მეც რომ სულთა იყოს ვემიდე და რომელია? ჩვენივად ვასწრე. 25 აკლია და 5 წუთიანს უნდა გავყო, იმიტომ რომ 15 რო აკლია მაგას გავყო, ჯერ ვერ მოვასწრებ და თან კიდე ბეჭედი დავთო. ანუ იქ მიწევს ხოლმე დგომა რა გარეთ. ხო და რაღა იქ ვიდგე, აქ ვირბენ. ერთი სიტყვით და ორი გაგებით. ცოტა ხანში ამ ვიდეოს დადებიდან ცოტა ხანში იმ ყველაფერს რაც ეხა მოგიყევით, განახებთ რეალურად. თუ რა მოხდა და როგორ თარად შევძელი მარტო ის გადავიღე რა, სხვას ვერ მოვასწრებდი. ვერც გადავიღებდი უკეთესად, იმიტომ რომ დათვიმეცვა. წავედი ახლა ბედიტელი დღე ყველას. სადაც 20 წუთის საქმეღა მაქვს და წავალ. ის ვიდეო უკვე მზად მაქვს, წეღან გავაკეთე ყავას რო ვსვავდი. ამიტომ დაგიდებთ მერე და განახებთ. ხო, ვისაც კიდე გექნებათ მაგალითად შეგრძნება იმის, რომ აი ამ ხელა ხალხია და რამ გატუტუცა ამ ხელა ხალხია და რაღა დროს ეგეთი რაღაცებია. ანუ არ უყუროთ ხალხნო თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დაისტრესებით ხვისი ბედნიერებით. თქვენ ძალიან დაისტრესებით იმით, რომ თქვენთვის ცხოვრება ასაკი, არა, თქვენთვის ცხოვრება არის ციფრები. არა, ცხოვრება არის, როდესაც იცხოვრებ. ყველანაირად. გარემო რო გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცა გააკეთო, იხალისო, გაერთო, გაიხალისო, წუთები, წამები და ტკბილ მოგონებათ აქციო, აუცილებლად უნდა გააკეთო და ვისაც ეს იმიტომ როგორ ვთქვათ, გეპაზორებათ, არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ ქართული უცბად ვერ ვიპოვე. ან გიწყდებათაც არა. რაღაცა დაახლოებით. ცუდია. ცუდია იმიტომ ძნელია. ეგეც მასე ცხოვრება. აუცილებლად უნდა გაერთოთ ხალხო, აუცილებლად უნდა გააკეთოთ ის რისი გაკეთების სურვილიც გაქვთ, საშუალებაც გაქვთ, მდგომარეობაც გაქვთ, რატომაც არა. რატომაც არა. მე ვერ ხედავ მაგაში სიცუდეს, ვერ ხედავ მაგაში სირცხვილს და ვერაფერს. იმიტომ რომ არის კატეგორია ხალხის, მაგალითად ჩემ ვიდეოებისგან ვიცი რა, რომ ნეტა, აი რაღაცა, აი ნეტა ხო იცი ადამიანი რო იღიმის, იცინის, ან ხუმრობის ხასიათზეა, სულ იცი ხოლმე ნეტა მაგასა რაღაცა ეგეთი. არა და რაღაც მომენტში იმ სიცილის უკან კაცმა არ იცის ხოლმე რა იმალება. ამიტომ თუ ადამიანმა საკუთარი თავი ან არ გაახალისა, ან არ ანუ ხო იცი რაღაცა ფიქრები რო გაქვს ცუდი, ან რაღაცაზე რო დაარდობ, რაღაცა აუცილებელიც არის, რომ
შენვე უმკურნალო შენ თავს და ცოტა ხნით გაწიო ის ადარდებელი, იმიტომ ის არც არ გაიქცევა და შენ კიდე ცოდოხე. ამიტომ წავედი ახლა დაგემშვიდობებით, მოვდგები და იმ მეორე ვიდეოს მე დაგიდებთ სადღაც პირველი ორისთვის ალბათ. ბედნიერი დღე ყველას, კარგად იყავით. აბაჰი და აბაჰუ.